საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს უნგრეთში დაგეგმილ 2014 წლის ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. სპორტის ამ სახეობაში მსგავსი წარმატება დიდი ხანია არ მქონია. ჩვენს ბიჭებს წარმატების მისაღწევად თურქეთის ნაკრებთან პლეი-ოფში გამარჯვება სჭირდებათ. ჩვენ პლეი-ოფის პირველი შეხვედრა გაიმართება 15 ფებრუარს თბილისში. მეორე მატჩი შედგება 1 მარტს. საკმაოდ დაძაბული თამაში იქნება, იმიტომ რომ თურქეთი ძლიერი მეტოქი არის. ისინი არიან ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები. საკმაოდ კარგი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული და ჩვენ გველის ასე ვთქვათ ძალიან მძიმე ბრძოლა და არ იქნება იოლი ჩემპიონატის მონაწილეობა. ანშლაგი იქნება, აუზე არ დაეტევა, მე ვფიქრობ, ხალხის რაოდენობა იმდენი იქნება. მაინც მოუწოდებ რომ და ვეთქვი ყველას რომ მოვიდნენ და ხარი დაგვიჭირონ, რა თქმა უნდა, ამ განამწყვეტ თამაშს. ძალიან სერიოზული თამაში გველის თურქებთან. ეს თამაში შეიძლება ითქვას 50-50-ია. მე უფრო იმედი მაქვს რომ ბიჭები ისე ემზადებიან, ალბათ შედეგს მივახცევ. ეს თამაშები იქნება ალბათ ისტორიული თამაში თურქებთან შეხვედრა. მე ესე ვთვლი რომ ეს იქნება წყლის სახეობის და საერთოდ სპორტის, ჩვენი სპორტის პირველ რიგში წარმატება. ძალიან ვთხოვ მაყურებლებს და წყალბურთის კომაგებს და საერთოდ მაყურებლებს 15 ფებრუარს დაპატიჟებული ხართ ოლიმპიკის ბასეინზე, გელოდებით და ერთად უბალეშიკოთ საქართველოს ნაკრებს. ჩვენ გავიარეთ 3 ჯგუფური ეტაპი, ძალიან რთული ეტაპები გავიარეთ, ძალიან რთული თამაშები გავიარეთ. 14 თამაში ავატარეთ, 12-ში გავიმარჯვეთ, ერთი ფრეთვით თამაშით ერთი წავაგეთ. ამ რთული თამაშების შედეგად მივიღეთ თურქეთი, ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდი იქნება თურქეთი პლეი-ოფში, შანსები დიდი გვაქვს. მე ვიტყოდი დიდი, როგორ ვთქვათ, 50-50-ზე არის შანსები. ჩვენ ესე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს არ ყოფილვართ, მით უმეტეს ამ ბოლო პერიოდში საერთოდ, ძალიან ისე იყო წყალბურთი. მაგრამ ჩვენ ეხლა ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ ყველანაირი წინააღმდეგობა გავუწიოთ თურქეთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაცა მსაჯების მხრივაც იქნება რაღაც დახმარება თურქეთის მიმართ, იმიტომ რომ შეგვიათ მათ ესეთი რამ. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თავის მსაჯებიანად და თავის ყველაფრიანად, რომ მოვიგოთ და დავამარცხოთ ისინი.